სახელთა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ამინ. Vamos lá. Aí ele cuida da chata, da esquerda, vivi mais. Três. ეკლესია იხსენებს დღეს არის მირქვის დღესასწაული დაემთხვა მათხოვრის პატარა მათხოვრის მიყვალება ტაძარში დღეს ეკლესია იხსენებს ერთი კვირით ადრე საშინელ სამჯაროს ჩემო ძვირფასებო და იხსენებს იმიტომ რომ ღვთის შიში როგორც სოლომონი ძენი ამბობს არის დასაბამი სიბრძნის ადამიანი ისეა მოწყობილი რომ მას აქვს ბუნებრივი ჯული ესე იგი სინდისი ისე მოაწყო ღმერთმა ადამიანს რომ მას აქვს სინდისი ესე მამხილებელი და ღვთის ჯული მასში წერი ესე იგი თქვა რომ არ იცოდე რომ რუშობა რო თქვა რომ არ ვიცოდი რომ ცოდვა რუშობა ცოდვა ეს არ გამოვა იმიტომ რომ შენ ადამიანს სინდისი აქვს ანუ ბუნებრივი ჯული აქვს მიცემული და ის სინდისი ყოველნაირ ცოდვას რაც მაცხოვარმა დააწესა ცნებები ამხელს ამიტომ განისჯებაო პავლე მოციქული ამბობს ბუნებრივი ჯულით ანუ სინდისით ის ხალხი ვინაც არ იცის თქვა და არ არის გაცნობიერებული ჯულს ჩემო ძვირფასებო აი 8 მილიარდი ადამიანია ხო ღვთის შიში ადამიანს თუ არა აქვს ადამიანი საშიშია აი ავიღოთ სასაფლაო აი მოხატვების სასაფლაო ღამე რო გაიარო ეხლა თუ ისეთი უბრალოდ არ გაქვს შიში სხვა რამის თორე ღამე რო გაიარო ყველაზე უსაფრთხო ადგილი არის სასაფლაო იმიტომ რომ იქ არიან მკვდრები მაგრამ ათასობით მკვდარი საერთოდ უსაფრთხოა შეგიძლია გაიარო მაგრამ თუ ერთი კაცი დაინახეთ ცოცხალ უკვე საშიში გახდება იმ დროს და ადამიანი არ არის საშიში ერთადერთ შემთხვევაში ცოცხალი ადამიანი არ არის საშიში ერთად თუ ეს ადამიანი არის ღვთის მოშიში თუ მას გააჩნია ღვთის შიში იმიტომ რომ ბოროტებას ღვთის მოშიში ადამიანი არავითარ შემთხვევაში არ გააკეთებს აი პავლე მოციქულის ცხოვრებაში წარმოიდგინეთ ახლა ჩვენ ყველაზე მთავარ მოძღვრად ვთვლება პავლე მოციქული ეს გვიქვია ბევრჯერ თავარი ასე თქვა ბერდიგი თავარი მოძღვარი თავარი სტარეცი ეს არის პავლე მოციქული პავლეზე დიდი არავინ არ და აი მრევლსა და მოძღვარს შორის როგორი ურთიერთობა ქონდა პავლესაც ნახეთ მე გავიმეორებ ესე იგი კოლასელთან გათების დროში მოგიკითხავ არისტარქე თანატყვე ჩემი აგრეთვე მარკოზი ბიძაშვილი ბარნაბასი და იესო იუსტუსად წოდებული მხოლოდ ესენი შემეწევიან ღმერთის სასუფლების საქმეში სამკალს სასახელებს ნუ კოლასელთან სხვაგან კიდე ნაუდა და ბევრი მხოლოდ ესენი იყვნენ ჩემი მანუგეშებელი ესე იგი
ზოგმა იცის ხოლმე მოძღვარი გამოარჩევს ვინმეს მოძღვარი არავის არ არჩევს. თვითონ მრევლი ზოგიერთი იმდენად თავდადებულია მოძღვრისა, იმდენად უყვარს მოძღვარი, რომ ესე ჩანს მე მისი ახლოვეს ეხმარება ყოველნაირად და ამიტომ მოძღვარი კი არ ირჩევს ვინმეს განსაკუთრებულად აი როგორ შეიძლება პავლემ ვინმე ამოირჩიოს, მაგრამ ნახეთ რომ ამ სამზე ლაპარაკობს. ესენი იყვნენ ჩემი მანუგეშებელი, ესენი იყვნენ ღვთის სასუფევის საქმეში ჩემთან. მე ამას ახლა ანდა იგივე შემდეგ პირველ კორინთელთაში გამახარა ეს ჩვენ ადრეს ვთქვი სტეფანეს ფორტუნატუსის და აქაიკოსის მოსვლამ, რადგანაც მათ შემივსეს თქვენი სიშორე კორინთელებს ეუბნება, რადგან მალამოდ დაედებ ჩემს სულს. გამიგეთ. ესე იგი, რა მინდა თქვა, რომ აი მარხვა იწყება და სულიერი ცხოვრება შეუძლებელია წმინდა მამების გარეშე. წმინდა მამები არიან ჩვენი მანუგეშებლები. წმინდა მამებიდან ვხაპავთ ჩვენ ყველაფერს, წმინდა მამებიდან ვკითხულობთ ჩვენ ყველაფერს. აი მაშინ, როდესაც არც მობილური იყო, არც და გახსოვთ თქვენ ჩვენ ვიკრიბებოდით და მქონდა შეკრებები უნივერმაღის სააქტო დარბაზში ჩვენი მრევლი იყო დირექტორი კი არა მოადგილე ხო დირექტორის და იქ გვაძლევდა ამის უფლებას და მოკლედ იქ ვიყავით ვიკრიბებოდით ყოველ კვირას უამრავი ხალხი მეტი არ ეტეოდა იქ 120 კაცი 100 კაცი ეტეოდა და რაც იყო ფერზე და 120 კაცი სულ ვიკრიბებოდით ყოველთვის და მე წერდნენ, მოდიოდნენ, მეუბნებოდნენ, აუდიო ჩანაწერებიც არის, ეხლაც კი არის. დადიოდა იქით აქეთ და დიდ მადლობას მიხდიდნენ, მაგრამ ჩემი ქადაგებისთვის, ეს ჩემი ქადაგება კი არ იყო, მაშინ გახსოვთ თქვენ, თლიანად კითხულობდი იოანე ოქროპის, ან სხვა მამებს, გამიგეთ? ესე იგი, ეგენი არიან ჩვენი შემწენი, ჩემო ძვირფასებო და უმთავრესი შემწენი, ეს არის პავლე მოციქული, რომელიც მუდამ ჩვენს გვერდითა და აი ნახეთ პავლე მოციქული როგორ კითხულობს ჩვენ ეს რას ნიშნავს როგორ კითხულობთ ჩვენ ყოველ თაობას ნახეთ რას ამბობს პავლე მოციქული ეთესელთან ეპისტოლეში წარმართნიც თანა მემკვიდრენი თანა მესხეულენი თანა მოზიარენი არიან ახალ აღთქმისა ქრისტეში სახარების მეუღლე და გამოუცხადე ყველას რა არის საიდუმლო უკუნისადან დაფარული ღმერთში რომელმაც შექმნა ყოველი იესო ქრისტეს მეუღლე რათა აც ეკლესიის მეშვეობით ეუწყოს ყველას სიბრძნე ღვთისა საუკუნო წინასწარ განჩინებისაებ, რომელიც აღასრულა მან უფლის ჩვენის იესო ქრისტეს მიერ. დიდება ეკლესიაში ქრისტე იესოს მიერ ყოველთა თაობის მიმართ უკუნითი უკუნისა. ესე იგი, ამ კაცს ისეთი დიდი სიყვარული ჰქონდა ძმანო და დანო, რომ იმ წარმართებს რო ახარებდა, გამიგეთ? მარტო ამით არ გმაყოფილდებოდა და მოგვესალმა პირადად ჩვენს ყველა თაობის ქრისტიანებსო, ყველა თაობის მორწმუნესო, ყველა თაობის მორწმუნე ადიდებს და დიდება ყველა თაობის ქრისტეს მორწმუნესო. ჩვენს გვესალმება. ესე მაშინ ჩვენ არ გვივიწყებთ და წარმოიდგინეთ, ჩვენ ხო საერთოდ არ ვიცნობდა, მაგრამ ჭრეთდა მომავალს და ამბობდა, ყველას ფარველი იყო და ყველას მოძღვარი. ასე რომ ჩემო ძვირფასებო იწყება რა დიდი მარხვა ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მეგზური ჩვენი არის პავლე მისი ეპისტოლეები პირველი მოძღვარი პირველი სტარეცი ასე შეიძლება ვთქვათ და დანარჩენი ყველა შემდგომ დიდნი და დიდნი მამები ბასილი დიდი გრიგორი ღვთისმეტყველი იოანე ოქროპირი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ესე იგი კიდევ ვიმეორებ, ესე იგი, რადგან ეკლესია ჩვენ გვახსენებს ერთი კვირით ადრე
საშინელ სამჟავროს, ამით გვახსენებს, რომ უნდა გქონდეს ღვთის შიში. ღვთის შიში თუ არ გვექნება, ადამიანი იქნება ძალიან ბოროტი, ჩემო ძვირფასო. იმიტომ რომ მას მოეხსნება ეს, რომ ესე იგი არაფერი, ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის და დამთავრდება ის, რაც მისთვის კარგია, ყველაფერს გააკეთებს, მოკლავს, იმრუშებს, აბსოლუტურად ყველაფერს გააკეთებს. ღვთის შიშია, რომ ადამიანს აკავებს ბოროტებისაგან. ერთადერთი ღვთის შიში. აი მე საავადმყოფოში ვიწექი 2 დღე პირველად ჩემ ცხოვრებაში საერთოდ ისეც კატე მაჩვენა, რომ რაღაცა მთავარ არტერიაში ცოტა მომეტებული იყო ეს გამტარობა და გაუმტარობა უფრო სწორად ალბათ ესე სწორად უამბობ და საჭირო იყო სტენდის ჩასვლა თუ სწორად სტენდი. ხო, ნუ რომ ივედი თლად ესე მდგომარეობაც არ იყო, მაგრამ აი ჩამისვეს, რომ კარგია საერთოდ პროფილაქტიკისთვისო და ნუ 2 დღე გავატარე საავადმყოფოში და მომეცა საშუალება, ჩემო ძვირფასებო, აი მთელი ჩემი ცხოვრება ისე გაიარა ჩემმა ცხოვრება. და აგერ ნინოსთან 40 წელი ვისრულებ ახლა 7 სექტემბერს ამ წელს 40 წელია. ესე იგი მე და ნინო ვართ ცოლ-ქმარი. ამას ვერცხლის ქორწილი ქვია, მე მგონი 40 წელი ვისრულდება და პირველად აი ხო კი ვართ ვიძინებ სახში და ფიქრობ, მაგრამ მაინც საავადმყოფოს გადასახედ და სხვა ყოფილა რა. მთელი ცხოვრება რომ თან ესეთი რაღაცა გულზე რამე და აი გავიაზრე ჩემი ცხოვრება, აი სასწაულია. და ასევე თქვენი ცხოვრებაც სასწაული იქნება თუ კარგად დააკვირდებით. ესე იგი, სასწაული ჩემი ცხოვრება. წარმოიდგინეთ ახლა მე პატარა ბავშვი აქვე დაბადებული აგერ ეგინის ქუჩაზე გავიზარდე 1 სახლით უკან. აგერ ეს სკოლა დავამთავრე 20 მეტრაში ამ ტაძრიდან ჩვენი სკოლა და ვფიქრობდი აი საავადმყოფოში უკვე იქ ბევრი ფიქრის დრო მქონდა, აღარავინ მაწუხებდა, რომ მერთო, ნუ თუ ჩემი ცხოვრება აი იმდენად ღვთის მადლია ჩემ თავზე და ყველას თავზე თუ კარგად დავაკვირდები, რომ ეს როგორ მოხდა ეს ყველაფერი. მერთო ვფიქრობდი, რომ აგერ კიდევ ვიმეორებ, რომ ცელქი ვიყავი სკოლაში და მასწავლებლებისთვის რომ მეთქვა, რომ აი აქ ავაშენებ მე ტაძრებს და ვიქნებ წინამძღვარი, გამიგე? ხო იფიქრებდნენ რომ შეიშალავ, მაგრამ შევიშალე? ხო იფიქრებდნენ გაგიჟდაო, მაგრამ გავიჟდი? ესე იგი სასწაულია ჩემი ცხოვრება, ჩემო ძვირფასო. და მერე ჩემი მეუღლე ნინო და გააჩინა ნინო 13 შვილი. ახლა რაღაცა იმაში ფანტასტიკაში გადადის თითქოს. იმდენად სასწაული ჩემო ძვირფასო. და მე მithქვავს, რომ იმდენად დიდია თუ კიდე ერთი ბავშვის აი გაჩენა, რომ მეწამული ზღვის გახსნა მოსემ რო გახსნა. მეწამული ზღვა და ისრაელმა გაიარა მშრალზე, ეს ხო ძალიან დიდი სასწაულია ჩემო ძვირფასო. სხვათა შორის იგივე დიდი სასწაული მოხდა ჩვენ რაღაც სიწმინდეში ვცხოვრობ. ვერ ვიაზრებ. შიომღვიმის კვერთხი ევაგრე გახსნა მტკვარი. გამიგეთ? ის კიდე მეწამული ზღვა მაინც ზღვა არის, რაღაც მაინც დგას მე ზღვა ასე თუ ისე, კი ღელავს ხანდახან. და ეს მტკვარი სწრაფად მიმავალი დიდი დინარი, ჩვენი დედა მდინარი. გამიგეთ? გაიხსნა. და ევაგრე გაიარა, მერე ისევ იქიდან რომ წამოვიდა, ისე გამოიარა, გაიხსნა მტკვარი, ჩემო ძვირფასო. იგივე მოხდა, როგორც ქუში კახეთის დედოფალმა გადმოიარა არაგვი. გესმით თქვენ ეს ყველაფერი ჩვენს ირგვი ხდება აგერ კილომეტრების გავლის შემდეგ არის ეს წმინდა ადგილები, ხო? ნუ კვართი იმას აღარ ვამბობ კაცო. ესე წმინდა ადგილი ეს, იმიტომ რომ წმინდა გიორგის მიერ შეშინებული მუსულმანთა კოალიცია აი აქ ჩაივიდა და აქ მოსდევდნენ დავით აღმაშენებელი და ჩვენი დიდი წინაპრები. ესე წმინდა ადგილია, წმინდა გიორგის მადლი. გამიგეთ და ესე იგი აი ამ საოცარ
სიწმინდეში საქართველოში ცხოვრობ თიშობლის წილხვედ ქვეყანაში და აი ამას ყველაფერს ვიაზრებდი და ფიქრობდი რომ რა დიდია მერტი და ბავშვი რომელიც პატარა წერტილი ჩასახვა დედის მუცელში იზრდება 9 თვე შემოტრიალებული შემოძვება წყალშია ბავშვი მეწამული ზღვა ხო გაიხსნა და გადაიარეს შრალზე ეს ბავშვი კიდე წყალში რა სასწაული და რამდენი ესეთ სასწაული ჩვენ ოჯახს ღმერთმა მოგმართ აღარ სასწაული და ვფიქრობდი აი რომ რა არის ჩემი ცხოვრება თან ვინი ფიქრობდა მე რომ მღვდელი გავხდებოდი ვფიქრობდი მე ჩემ თავზე მღვდელი გავხდი და მე რომელიც ცელკი ადამიანი ვიყავი ყველანაირად არაბრძენი კაცი ყველანაირად რა ვიცი აი რა სისულელე შეიძლება რომ წარმოიდგინო რომ არ გამეკეთებინოს მე ასეთი ადამიანი ღმერთმა მამირჩია თქვა თუ როგორ თქვა არ ვიცი გამხადა მღვდელი ქრისტეს მღვდელი წარმოიდგინე და აი თქვენ რამდენი ხარ და გახსოვთ ალბათ მე იმ დროს იმ 90-იან წლებში ყველაზე დიდი მრევლი მე ხავდა ამდენი ხალხი მოდიოდა ჩემთან გაოგნებული ვიყავ როგორ მოდიოდა ეს ხალხი ჩემთან აი რა ჩემი ცხოვრება არის ნამდვილი სასწაული ჩემო ძვირფას და ესე იგი ფიქრობდი და აი ერთი ცოტა ისეთი სასაცილო რამ დამემართა ჭკუის სასწავლებელი როდესაც ოპერაციაზე თუ რა ქვია იმას ნახევრად ოპერაცია ეს პროცედურა უფრო ну მაინც საოპერაციოში შემიყვანეს მოვიდა იქთანი და მითხრა რომ აბა გელოდებით და ის აბა გაიხადეთ კალიასკეთ ჩემო ეტრი და გაიხადეო და რაღაცა თხელი ხალათი მომცა გამჭვირვალე ანუ იმას მოვიცოდი ჩანდით შიში ფელი ჩემი ну ტრუსი და ის მეცვა რა თქმა უნდა და ისა დაჯექიო და უნდა სად მეუთხარ გასა 40 წელი არ გამიხდი ანაფორა მეუთხარ ოჯახშიც კი ესე იგი სახშიც კი მე ანაფორას და კაბას როგორ არა ვიცი კაბას ვიცვებ და მე რო გამოვდივარ დილით რო ბავშვებსაც ვენახები ესე და ცოლის გარდა ეს ჩემი შიშვე თქვა არავის არ უნახე მე ვთქვა როგორ დერეფანში როგორ გამოამდენი ხალხი მაშინო ეხლა პრობლემას გვიქნიოდა დაემორჩილი ამ წესებსო და რა მეკითხა მე ვიფიქრე რა გავაკეთე და ამახურეს თავზე რაღაც ქუდი გამაშიშვლეს მომახურეს ეს თითქმის არაფერი კი გამჭირვალე რაღაცა გამაჯინეს ეთში და გამოვედი ამ დერეფანში გავსებული ხალხი ექთნები ექიმები ავადმყოფები სანიტრები ექიმები სირცხვილით ვიცი აი მე ღმერთო რა გავაკეთო აღარ ვიცი და თან იმხედა დერეფანი და სავსე და ყველა მიყურებს მე წარმოიდგინეთ მე ვიფიქრე რომ ალბათ გძლებს რომ გამიკითხავდი ვინც ანაფორით არ დადიოდა ხან ბაზარებში ხან იმაში ჰიპერმარკეტებში შევხვდებოდი ესეთ გძლებს რომლებიც არ იმოსებოდნენ და აი მე ვიფიქრე აი რომ განიკითხავდი გძლებს ნეტავ ეხას ვიფიქრე ონეხა აქედან გამათავისუფლა და საერთოდ არ განიკითხავ არც გძლებს ვინც გაიხდეს მე ვხარი ანაფორს ხო და გამოვედი ეხა და იმდენად მსხვენია ჩემო ძვირფასებო ყველა მე მიყურებს და დავიწყე ლოცვა დაგლოცოთ მე ზოგი მარც იცოდა მღვდელი ვიყავი და ალბათ იფიქრეს რომ გიჟია და მივიდა აქეთ დაგლოცოთ და სანამ ეს ანუ მაინც თავი აუმარ რომ აი მე რას მიყურებ და ლოცვა ტიტრი შიშველი ლოცვა მივედი და მოუხვიეთ ერთ მოსახვებში და აღარავინ არ არის და აღმოვისურვე და
გაიღო ლიფტი და უამრავი ხალხი გამიგეს. შეიძლება ერთი-ორი ნაცნობი ხო გაკვირვებული მიყურებდა ერთი კაცი რა. და ამან გადამარჩინა რომ ლოცავ ყველას დაგლოცულეთ და შემიყვანეს როგორც იქნა. გამიკეთეს და იქ მე ვიფიქრე არც ერთ აღარ გამიკეთე რაც უნდა თუ ქნიათ კიდე გაუხდიათ კიდე უნგრუშიათ დღეს აღარ გამიკითხავ არავის მეთქი და ესეთი მაინც სრული სასარგებლო მივიღე. ხო რა ვიცი ცოტა მოუმზადებელი ვარ იმიტომ რომ ესეთ იმაზე ვიყავი და თლად ვეღარ ვემზადებოდი მოემზადე კარგად მაგრამ მე მგონი რაღაც სრული სასარგებლო თქვი და რამე ხوار გამომჩა ნეტა მე მგონი რაღაც სრული სასარგებლო მაინც თქვი და ხო და ყველაზე კარგი რა არის ჩემო ძვირფასებო რომ პავლე მოციქული აი ამ მისალმებას ყველა თაობაზე ესალმება ეს ნიშნავს რომ ჩვენ ხვდებით პავლე მოციქულის საფარქვეში გამიგეთ და ხო გახსოვთ იქ სულ ვიმეორებ ხოლმე რომ ერთი კაცი იყო ახალგაზრდა რომელიც სულ ყოველ დღე კითხულობდა პავლე მოციქულის ეპისტოლებს და მოუხდა ესეთი გაჭირება რომ გემი იძირება ნუ ძალიან ცუდ მდგომარეობა კარიშხალია დიდი ტალღებია და თავარია რომ ეს საჭე ესე იგი ხომალდის საჭე ვინმეს ეჭიროს მაგრამ ვერ მიდის ვერავინ ტალღა აქცევს ყველას და ამ ახალგაზრდამაც სადა მივიდა ტალღამ წააქცია გათიშა და რომ გაახილა თორემ ხედავს რომ საჭესთან ამ ხომალდის საჭესთან დგას ვიღაც მაღალი კაცი წვევებიან და ესე იგი დაწყნა და გადარჩა გემი ხომალდი ვინ ხარ შენ ეუნება და ეს ეუნება მე ვარ პავლე მოციქული და შენ რადგან ყოველ დღე კითხულობდი ჩემს ეპისტოლეებსო მე ყოველ დღე ვიყავი და ყოველთვის ვიყავი შენს გვერდით და ეხლა რომ დაგჭირდაო აი ესე ცხადად დაგეხმარე მე ასე იქნება დარწმუნებული იყავით ჩემო ძვირფასებო შევიყვაროთ პავლე მოციქულის ეპისტოლეები ვიკითხოთ და ეს პირველი წინამძღვარი ეს პირველი მოძღვარი იქნება ჩვენი თანამგზავრი ღვთისასუფევ ლამდე და მერტმა სინანულით გვატაროს ღეგრძელობა მოგმადლოთ და ღვთისასუფეველში აუცილებლად ვიხილავთ ყველას მათ შორის რა თქმა უნდა ყველაზე პირველ და დიდ მოძღვარს პავლე მოციქულს ჩვენთან არის ხო კაი გამოიტანდი ჯვარი ესე იგი ეს დღეს ხორცის აღებაა და ხვალიდან ყველაფერი იჭმება ხორცის გარდა მთელი კვირა შაბათიდან პარასკევი ხორცის გარდა ჯვარი დიდი ჯვარი მომიცი